დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით გზავრთა გადაყვანის ტარიფების შემდეგი ოდენობით. A. სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ერთი სტანდარტული მგზავრობის ფასი 0.70 ლარი, 70 თეთრი და სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა უფასო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან რთული საკითხია რა. ესე მარტივად გასატანი ეს საკითხი არ არის და რაღაცა პასუხისმგებლობის ფარგლებში ამ ყველაფრის გაანალიზება ესე არ ხდება. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ბატონო ემზარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა, ეგრე მარტივი არ არის. 2.5 უძვირებთ ბათუმელებს ყოველდღიურობას. იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე გაჭირვებული ფენა, ანუ იმ ადამიანებს, ვინც დადის ავტობუსით, არ მგონია ეხა რომელიმე თქვენგანი ავტობუსის ყოველდღიური მომხმარებელი იყოს ჩემგან განსხვავებით, მაგრამ ხო არ ვიცი გუშინ ბატონმა ლევანმა 13 ნომერი რა არისო იკითხა საერთოდ არ იცოდა და ეთყობა არ არის მომხმარებელი. მნიშვნელოვანი ამბავია რომ ეს ამბავი უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ 2.5 უხდით მათ, უზრდით მათ ჩვენ გზავრობას, თან არგუმენტად მოყავს რომ 3.5 ჯდება თურმე 1 კილომეტრი, მაშინ 3.5 დავაწეროთ და საერთოდ არ გვექნება დოტაცია, კაცო. ხო აბსურდულია ამაზე საუბარი. თან არგუმენტებში გვიწერია ბენზინი გაძვირდაო და ბენზინი ფაქტობრივად რადიკალურად ამ მიმართულებით ბოლო წლებში არ გაძვირებულა, ისეთ ცეცხლის ფასი უკიდია. დიდი მადლობა ბატონო. ერთი წუთი ბატონოვანო, ვარგვებთ რეგლამენტს რა, ანუ კითხვავსვამ და შეფასებას ვაკეთებ. გადავიდეთ კითხვის ნაწილზე. ხო და მივალ კითხვამდე, კითხვავსვამ, ძალიან მიხარია. გადავიდეთ კითხვის ნაწილზე. გადავალ კითხვავსვამ და მაინტერესებს შეფასებას ვაკეთებ და მივდივარ კითხვამდე. მაინტერესებს თუ არის ბენზინის საკითხი მნიშვნელოვანი და არგუმენტი ამ საკითხთან მიმართებაში, განვიხილოთ ის მაინც, რომ 13 ნომერი, რომელიც ბენზინთან საერთოდ არ არის დაკავშირებული, დავტოვოთ იგივე ტარიფზე. მით უმეტეს, როცა მარშრუტის ცვლილებაც 13 ნომერთან დაკავშირებით არ მომხდარა. ეს საკითხი მაინც ვაქციოთ რაღაცნაირად პრიორიტეტულად და ეს საკითხი გისმენთ ბატონო ემზარ. აქ მთავარი აქცენტი გაკეთებული არის იმაზე, რომ მოხდეს მგზავრთა ხარისხიანი შეუფერხებელი მომსახურება. დღეს უხარისხოა და ორშაბათს ხარისხიანი გახდება? დიახ, რომ არ გახდეს უხარისხო, ამიტომ ვაკეთებთ ამას. შესაბამისად არ არის უხარისხო, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს ისეთ სიტუაცია იმ თანხების ნაკლებობის გამო, რომ მოხდეს მგზავრთა უხარისხო. ბატონო ემზარ, დიდი მადლობა. პირდაპირ თქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ 30 თეთრი წლების განმავლობაში ვერ ფარავდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეალურ ხარჯებზე მაქვს საუბარი. საწვავს, სათადარიგო ნაწილებს, სერვის, დახელფასებას და ასე შემდეგ. თუმცა ამ სხვაობას მუდმივად ფარავდა ქალაქის ბიუჯეტი. ანუ ირიბად შეიძლება ითქვას, არა ბილეთების სახით, მაგრამ საბიუჯეტო სახსრებით ჩვენ მაინც ვაფინანსებდით ამ ღირებულებას. ამ რეალობაში არჩევანი ჰქონდა ჩვენ ორი. ერთი ეს იყო, რომ ან უნდა აგვერჩია სერვისის გაუარესება, რაც გულისხმობდა იშვიათი ინტერვალები, გაუმართავი ავტობუსები და ასე შემდეგ და მეორე უკიდურესობა ეს იყო გონივრული კორექტირება ტარიფების, რაც მოგცემდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა უსაფრთხო და სტაბილური მუნიციპალური ტრანსპორტი. ამ ორ ესე ვთქვათ, არასასიამოვნო ფაქტის წინაშე ვიდექით და ბუნებრივია ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის ესე ვთქვათ სასიამოვნო, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რამე თუ ეს არის ქალაქის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია კითხვები დაისვა, მესმის ეს კითხვები, მაგრამ ბუნებრივია ეს გაკეთდა კონკრეტულ ანალიზზე დაყრდნობით. მათ შორის ბატონო ემზარმა ახსენა 2004 წლიდან, დიახ 2004 წლიდან არის ტარიფი, უпроსტად იყო 20 თეთრი, თუ სწორად მახსოვს 2007-ში გახდა 30 თეთრი და პრაქტიკულად 20 წლის განმავლობაში ტარიფი არ შეცვლილა, მაშინ როდესაც ბაზარზე აბსოლუტურად ყველგან ყველაფერზე ფასების ზრდა გვაქვს დაფიქსირებული, ხო? 2018 წელს ჩვენ მივედით იმ მოცემულობაში, რომ იმ პრაქტიკამ, რამაც 2007 წლიდან 2018 წლამდე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, ამ 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ავტოტრანსპორტი ჩამოიშალა. გახსოვთ ხო თქვენ ალბათ გაუმართავი ავტოტრანსპორტი
რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს იყო დათური სამსახური, რაღაცა შევინარჩუნეთ ტარიფების ნაწილში, მაგრამ ჩამოვშალეთ სატრანსპორტო პოლიტიკა, ავტობუსები, ავტოპარკი და პრაქტიკულად გაუმართავი იყო. ამან რა მოგცა? ჩვენ არ გვინდა რომ დამატებით გავიაროთ იგივე გზა და სადღაც 2028 წელს აღმოჩნდეთ იგივე რეალობაში, რაც ხონდა ჩვენ რამოდენიმე წლის წინ. მართლაც ფეხით გადაავდგიდები ჩემი ცხოვრება, მთელი ცხოვრება, ტარებაც არ ვიცი მანქანის და მე მართლაც ზოგჯერ ვარჩევ ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო ტაქსს, როცა მეჩქარება და როცა არ მეჩქარება, დავდიოდი ავტობუსებით. დღეიდან ეს არჩევანი მერთმევა, როგორც მე ხვდები, ხო? მე მესმის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მოთხოვნა, ეს ლოგიკურია. მას უნდა მეტი შემოსავალი, რომ უფრო ოპერატიულად და უფრო კომფორტულად ეს უკვე იმუშაოს, მაგრამ აქ ვიცები რომ ორი ის რომ ორ გზაზე რო თქვა, ხო? ან ხარისხი, მაგრამ არსებობს მესამე კიდევ. ხო, მაინც დოტაციურია და გავზარდოთ ეს 50 ბადე ჩაურთე ძალიან გთხოვთ. $570-მდე 1000 ლარამდე გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი და მეორევე თვეს უმატებთ 2.5-ჯერ ტრანსპორტის ხარჯებს. ცოტა ალოგიკურად მეჩვენება. მე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მე მგონი აი ის საკითხი, რაც ვაჟამ თავიდან წამოწია, რომ გადავდვათ ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ არ არის, თქვენთვის არ არის პირველ რიგში მომგებიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამსეთ გავზრადოთ დოტაცია, ამაზე წავიდეთ, მაგრამ მოკლედ აი ესაა ჩემი წინადადება. კოლეგებო, თუ არ გვაქვს შეკითხვები, კენჭი უყაროთ დადგენილების პროექტს მომხრე წინააღმდეგი ხმათა უმრავლესობა დადგენილება მიღებულია. დიდი მადლობა ბატონო ემზარ.